ავტოინდუსტრიის ისტორია კლასიკურ გაგებაში მრავალწლიან ტრადიციებსა და ინჟინერიის თაობებზე დგას. თუმცა ბოლო 10 წლებში ჩინეთმა ეს თამაშის წესები თავდაყირა დააყენა. 2015 წლიდან დღემდე ქვეყანამ შეძლო შეექმნა ისეთი ეკოსისტემა, სადაც სმარტფონების მწარმოებლები და ტექნოლოგიური გიგანტები უფრო სწრაფად აწყობენ მანქანებს, ვიდრე ტრადიციული ქარხნები. ამ ტექნოლოგიური რბოლის ერთ-ერთი პიონერი Xpeng-ია, რომელიც 2015 წელს დაარსდა. კომპანიამ Sony არაუბრალოდ ელექტროძრავაზე, არამედ ტვინზე ავტონომიური მართვის ტექნოლოგიაზე დადო. მათი წარმატება იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ თავად Volkswagen-მაც კი აღიარა ჩინური ინოვაციების უპირატესობა და განვითარების მიზნით პარტნიორობა გააფორმა კომპანიასთან. ეს იყო მომენტი, როცა მოწაფემ მასწავლებელს ტექნოლოგიური გაკვეთილი ჩაუტარა. ტექნოლოგიური გიგანტების ინტერესი ამით არ ამოიწურა. Li Auto, რომელიც იმავე წელს გამოჩნდა ByteDance-ისა და მეთუანის მხარდაჭერით გაძლიერდა, მათ იპოვეს ოქროს შუალედი ჰიბრიდული ელექტრომობილები, რომლებიც მომხმარებელს დამუხტვის შიშს უხსნიან. შედეგად 2025 წელს მათ 400,000-ზე მეტი ავტომობილი მიაწოდეს ბაზარს, რაც სუფთა ტექნოლოგიური გათვლის გამარჯვებაა. თუმცა თუ მასშტაბებზე ვსაუბრობთ, აქ Leapmotor-ი ლიდერობს. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია, მან 2025 წელს თითქმის 600,000 ავტომობილის გაყიდვა მოახერხა. მისი პოტენციალი ევროპულმა გიგანტმა Stellantis-მაც დაინახა და კომპანიის წილის მოსაპოვებლად 1,5 მილიარდი ევრო არ დაზოგა. ეს არის კლასიკური მაგალითი იმის თუ როგორ ყიდულობს დასავლური კაპიტალი ჩინურ სისწრაფეს. სანამ სხვები მასშტაბებზე მუშაობდნენ, NIO ინდუსტრიის ყველაზე მტკივნეული წერტილის დატენვის დროის შემცირება გადაწყვიტა, მათ შექმნეს ბატარეების გამოცვლის სადგურები, სადაც ელემენტები 3 წუთში იცვლება. ეს არის სერვისული ინოვაცია, რომელმაც NIO პრემიუმ სეგმენტის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ბრენდად აქცია. ამ ტექნოლოგიურ ტემპს 2021 წლიდან შეუერთდა Zikr, ავტოგიგანტ Geely's ამბიციური ქვებრენდი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ლუქს სეგმენტში შესაჭრელად აწლეულების საჭირო აღარ არის. სულ რაღაც 3 წელიწადში Zikr-მა მოახერხა ის, რასაც სხვები 9 საუკუნე უნდებიან. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე გასვლა და ევროპული პრემიუმ ბრენდების პირდაპირ კონკურენტად ქცევა. Volvo-სა და Lotus-ის მფლობელი Geely's ტექნოლოგიურ ბაზაზე დაყრდნობით, Zikr-მა შექმნა პროდუქტი, რომელიც არამხოლოდ გზაზეა სწრაფი, არამედ კიდევ უფრო სწრაფი აღმოჩნდა კაპიტალიზაციის ზრდაში. ამასთან ბაზარზე გამოჩნდა Aito, სადაც წარმოება Seres-ის, ხოლო ინტელექტი სრულად Huawei-ის ხელშია. შედეგი, მხოლოდ ერთ თვეში მათ 68,000 ავტომობილი გაყიდეს, რაც ამტკიცებს, რომ მომხმარებელი დღეს არა ძრავის მოცულობას, არამედ პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხს ყიდულობს. ამ 10 წლიანი ციკლის კულმინაცია Xiaomi EV გახდა. 2024 წლის მარტში გაშვებულმა პროექტმა პირველ 2 წელიწადში 9 მილიონი მანქანის წარმოება მოახერხა. Xiaomi-მ დახურა წრე თქვენი სმარტფონი, სახლი და მანქანა ახლა ერთიანი ეკოსისტემის ნაწილია. მოკლედ 10 წლის წინ ეს კომპანიები მხოლოდ ფურცელზე არსებული იდეები იყო, ზოგიერთ შეიძლება არც იყო იდეადაც კი. დღეს ისინი მილიარდობით დოლარის კაპიტალიზაციას ფლობენ და კარნახობენ პირობებს, მათ ვინც ინდუსტრიას თითქმის 1 საუკუნე მართავდა. ეს მხოლოდ ელექტრომობილების რევოლუცია არ არის, ეს ტრადიციული წარმოების ეპოქის დასასრული და ტექნოლოგიური სიჩქარის ტრიუმფია.